საკრებულო დღეს დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. დღესვე დაამტკიცებენ გამგებლობისა და საქალაქო სამსახურების უფროსობის კანდიდატებს. ნატა ქაჯაია ისაუბრებს საკრებულოდან. ნატა, ჩატარდა თუ არა უკვე კენჭისყრა? კენჭისყრა რამდენიმე წუთში დაიწყება, მაგრამ ნინი როგორც შენ აღნიშნე, დედაქალაქის ახალმა მერმა უკვე წარადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა. თავდაპირველად დავით ნარმანიამ საკრებულოს დაუსახელა ის 5 ახალი მოადგილე, რომელიც დედაქალაქის მერიაში ნარმანიას მოადგილეები იქნებიან. მათ შორის არის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი. ნარმანიამ დაასახელა დღეს თბილისის რაიონების გამგებლები და საქალაქო სამსახურის უფროსებიც. უკვე ცნობილია, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილი, დედაქალაქის მერიაში გაუქმდება უსაფრთხოების სამსახური და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ცვლილება შეეხება კიდევ ერთ სამსახურს, ეს არის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახური. ეგ მოხდება რეორგანიზაცია და მოხდება მათი დაყოფა. ამ მოხსენების შემდეგ უკვე დაიწყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის წევრები აქტიურობდნენ ოპოზიციას აინტერესებდა გაგრძელდება თუ არა თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. ზევდია უგრეხელიძე კი გამოვიდა ინიციატივით, რომ დედაქალაქის მერიაში ახალი თანამშრომლობის შერჩევისას კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რათა არ მოხდეს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დაწუნება. პირველი შეეხება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას. თქვენმა ხელისუფლებამ იმ საბაბით, რომ არსებობდა ხარვეზები, მშენებლობა შეაჩერა. გვაინტერესებს ამ 2 წლის განმავლობაში რა სამუშაოები ჩაატარა ხელისუფლებამ. ისევე როგორც თქვენი ხელისუფლების პირობებში პროექტების აბსოლუტურ უმეტესობაში ხდებოდა, ამ პროექტის შემთხვევაშიც პროექტი იყო დაწყებული ისე, რომ გეოლოგია და სხვა წინა მოსამზადებელი სამუშაოები არ იყო გაკეთებული. აქედან გამომდინარე, როგორც კი ჩვენმა ხელისუფლებამ ეს პროექტი გადმოიბარა, ნახარა უამრავი ხარვეზი ამ პროექტის განხორციელების დროს, დაუკვეთა ავსტრიულ კომპანიას დამატებითი კვლევის გაკეთება. რათა კვალიფიციურ კომპანიას დაედო დასკვნა ამ ფორმით ამ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილი იქნებოდა თუ არა. თბილისის მერიაში თითქოს და დოკუმენტაციის გადაბარების მოტივით და საფარქვეშ იმყოფებოდნენ ბატონები გიორგი აჭარიძე და ირაკლი კლდიაშვილი, რომლებმაც ისარგებლეს მერის სისტემაში არსებული კომპიუტერული სისტემით, შექმნეს გიორგი უგულავას ყალბი-მეილი, რომელიც გამოიყენეს მისი როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პირად სარგებლობაში არსებული საფოსტო მისამართის პაროლის გასაგებად და გასატეხად. მე მაქვს თქვენთან ძალიან კონკრეტული შეკითხვა და ბატონ რეზოსთან იმყოფებოდნენ თუ არა გიორგი აჭარიძე და ირაკლი კლდიაშვილი თქვენი უფლებამოსილების ქვეშ თბილისის მერიაში? ჰაკერები გაუშვი? მე საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანებს, ვისი სახელები და გვარებით თქვენ ჩამოთვალეთ, მე არაფერს არ მეუბნებ. არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. მე გადმობარების ჯგუფი გაუშვეს საჯარო ინფორმაციის ამოსაწევად, რომ ქონოდა მეტი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია რომელიც წლების განმავლობაში თქვენგან იმალებოდა და გარეთ არ გამოდიოდა, ჩვენ გვჭირდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. თავაზობთ შეკრებული გამჭვირვალობის ფონზე აი ქალბატონ ნინა ხატისკაცი როგორც სპეციალისტი ამ გამჭვირვალობის იმისთვის რომ მართლაც არ მოხდეს ამ პოსტულატების გამოყენება პარტიული ნიშნით ჩვენი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებიდან ერთი წევრი ჩართოთ საატესტაციო კომისიაში, რათა გასაუბრებების დროს განსაკუთრებით თუ ასეთი იქნება, თუ ტესტირება იქნება, მათ შეეძლოთ ამ გამჭვირვალობის კუთხით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვა. შეიძლება 2 კითხვა დაგიბრუნოთ და კითხოთ ვიდრე პასუხებს გაგცემთ. თქვენ რო ატესტაციებს ატარებდით, ვინ ხავდათ ჩართული გარშემოებები? ამ 2 კითხვაზე თუ მივიღებ პასუხს, სიამოვნებით ჩვენ ამას არ ვაკეთებდით, თქვენ იყავით ჩვენზე უკეთესი. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიცია ნარმანიას მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კვალიფიკაციას უწუნებს, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, წარდგენილი კანდიდატები ვერ შეძლებენ მოაგვარონ დედაქალაქის წინაშე არსებული პრობლემები. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ დაასახელა მმართველმა პარტიამ ნაძალადევის რაიონის გამგებლად ზაზა გაბუნია.
ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ბატონმა დავით ნარმანიამ წარმოადგინა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც სამწუხაროდ არ იცნობს თუნდაც იმ ცუდ პროგრამას, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა გვაქვს და არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმები, როგორ განახორციელონ თუნდაც მათ მიერ შექმნილი პროგრამა, რომ აღარაფერი თქვა პერსონალებზე, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა გამოვთვით უკვე გუშინ და დღესაც დავსვათ ამ შეკითხვებს, შესაბამისად შეუძლებელია დაუჭირო მხარი მთავრობას. Ჩემთვის გაუგებარია მაგალითად რანიშნი ჩიარჩიეს ზაზაგაბუნია, ერთ-ერთი ყველაზე რთული რაიონი ნაძალადევი თბილისში და მას ყველაზე გამოცდილი კადრი სჭირდებოდა ჩემი აზრით და ამდენად გაუგებარი არის ზაზაგაბუნიას შერჩევის კრიტერიუმები. ალექსანდრე მარგიშვილი იყო წარმომადგენელი იმ სამინისტროს, რომელიც ყველაზე ჩამორჩენილი სამინისტრო საქართველოში, კულტურის სამინისტრო და კულტურის მინისტრის მოადგილე იყო და ჩემი აზრით ისიც უნდა იზიარებდეს თავის ძილ პასუხისმგებლობას კულტურის სამინისტროს ჩამორჩენილობაზე. ეს არის ადამიანები, რომლებმაც იციან კონკრეტული საქმეები და მე მჯერა რომ ეს გუნდი არათუ გაართოს თავს, არამედ შეასრულებს ყველა იმ დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იქნა გაცემული. თბილისის საკრებულოში უკვე 2 საათია სხდომა მიმდინარეობს. დღეს დეპუტატებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ მთავრობის ახალშემოდგენლობას და დაამტკიცონ თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსები. მადლობა ნატა ქაჯაია